სახელითა მამისაითა, დადისაითა, დაწმინდისა სულისაითა. უპირველესად ყოვლისა, ვიდრე რას მე ვითხოვდეთ, საღვთო ქადაგებაში 1000 მადლობა უპაუხლებს ჩვენთვის მიუწვდომელი მისი სახიერების, უგრძელების, ასთმოყარების გამო, რომ მრავალ სალმობიერ წუთის სოფელში მოთმინებას გვაძლევს, ცოცხლებით ვამყოფებს, რაც ყველასე არსებითია, გვაძლევს ჟამს შეგახსენებთ ბრძოლ ქართულ ათლეტებს, არა უბრალოდ დროს, არამედ კეთილ დროს, მას გვაძლევს კეთილ დროს სინანულისთვის, საკუთარი ცოდვების განცდებისთვის, რომლის გარეშეც ყოვლად წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება. გავა დრო, ბევრი თუ ცოტა, ყველა ჩვენთაგანი მიეძინებს, დატოვებს ამ სხეულს, რომელიც ესრეთ სტანჯავდა თითოეულ ჩვენთაგანს მთელი ცხოვრების განმავლობაში, თავისი იმუტაციებით, ავხორცობით და სხვადასხვაფერი ლოცვებით, ესე იგი ცოდვებით გემოთმოყარება იქნება, ნაყრომანება თუ სხვა და ყველანი წარდგებით სამართლიანი მსაჯულის წინაშე. საზარელი რამ არის? საზარელია, როგორც მიდაწერილი ამბობს, ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა. იქ უკვე აღარაფერი არ შვეnes. არც დღეს როგორც მიჩვეული ვართ, საქმის ჩაწყობა, ბიძაშვილ მამიდაშვილობა, თვალის დახუჭვა, სტრაუსივით, ქვიშაში თავის ჩარგვა და სხვა. იქ ყველანი განშიშვლებული დავდგებით თეორი მართლმსაჯულების წინაშე. აი ამიტომ მადლობდეთ, უნდა პირო ყოვლისა ყველა იმ სიკეთისთვის, რომ ტოვებს არა მარტო რომ ტოვებს დედამიწაზე, არამედ გვაძლევს მადლსა და ძალას მოვიქცეთ ჭეშმარიტებისაკენ და საბოლოოდ გადავრჩეთ. დღეს ეს სარწმუნოებასთან სურდა საუბარი შესახებ იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განცდა საკუთარი ცოდვების. არა უბრალოდ სინამდვილე, როგორც ასეთი ფორმალური, გარეგანი, ფარისევლური თუ სხვა, თუნდაც გულითადი, მაგრამ პირველ ყოვლისა განცდა საკუთარი ცოდვების. ფორმალურად ბევრი ჩვენთაგანი თითქოს ქრისტიანულად ცხოვრობს. გარეგანად ყველაფერი რიგზია, მაგრამ უფალი, რომელმაც ღვთივდიდებული მოციქული პავლე ამბობს, ყოველივე უწყის, რაც კაცშია, სჭვრებს, რომ ეს მხოლოდ გარეგანია ჩვენში. შინაგანად ვართ უზრუნველები, სონარები, სარმაცები, ამაღლებული თამაშითა ვართ გართული ერთმანეთის წინაშე. თუ საზოგადოებაში, თუ საეკლესიო მრევლში მოძღვრის წინაშე ამაღლებულს თამასობთ, ან ერთმანეთის წინაშე და ამ სინამდვილეში კი შინაგანად არა ვარ ქრისტესნი. ძალიან ბევრი სვავს თქვენ შორის კითხვას. მამა, ვაიმე თუ დავდექი მოძღვართან აღსარებაზე, ღვთის წინაშე მოძღვრის თანდასწრებით, ვაღიარე ჩემი ცოდვები, ვცდილობდი გულწრფელი უყოფილიყავი და სხვა. და მომეტევა ვფიქრობ, რა კი შენდობის ლოცვა წამიკითხა მოძღვარმა, უნდა ვინამდეთ თუ არა მომავალში აღიარებულ ცოდვებს. უნდა გქონდეს თუ არა ამ ცოდვების განცდა. თუ რა კი მოგვეტევა, მას აღარ არის საჭირო ამის გახსენებას. წმინდა მამები მოკლე და ამომწურა პასუხს გვაძლევენ. განცდა იმისა, რომ ცოდვილები ვართ, ყოველთვის უნდა გქონდეს. თვით სიხარულის მწვერვალზე რო ვიყოთ. და განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, რადგან გვაბრმავებს მოჩვენებითი წარმავალი სიხარულები და ბედნიერებანი. და გარდა მაგისა, დღეს აი როგორი უჩვეულო დრო არის, რომ მოვლენ აღიარებენ, მაშინვე შენდობას იღებენ მოძღვრები დაუფიქრებლად, სამწუხაროდ ზოგჯერ დაუფიქრებლად, თვით მძიმე ცოდვებზეც კი აძლევენ შენდობას. რაღა თქმა უნდა, თუ სული წმინდა მას უკარნახებს, ფიქრობ, მუდლებზეც სულია, როგორც პავლე მოციქული იტყოდა, რომ ხიროტონიით მიიღეს, ხელდასმით, სამღვდელო ხელდასმით. არის შემთხვევები, როცა ეკონომიის კანონით შეიძლება წლების განმავლობაში, რა კი ესა თუ ის ცოდვა მძიმე ითხოვდა, თუ სასიკვდინეც კი დაყენებას ზიარებიდან და სხვა, თუ სული გიკარნახებს და ეს ნელია გამოთქვა, როგორ უნდა გიკარნახოს სულმა, უნდა იყოს მიწებებული ღმერთზე. ჭური უნდა იყოს სული წმინსა, სადგური და აი მაშინ შენ იქნები ინსტრუმენტი მის ხელში და
ადვილად გულისხმობს ხოს რა სიტყვის სული ღვთისა შენგან და რა შემთხვევაში შესაძლებელია რომ ასეთ შემთხვევაში ძალზე დადრეც აზიარი გასულ ქადაგებაში გაგვით თქვით და შეიძლება ესეთი მომავალი ქადაგება არ ვიცი საკვირაო თუ ოთხშაბათს დაუშვრომელზე სწორედ იმის შესახებ ვისაუბროთ შესაძლებელი არის თუ არა და სწორია თუ არა რომ დიდი თუ მცირე შვილის კანონით განწესებული სანქციები ანუ სასჯელი საეკლესიო მოდელმა შეამოღოს ან გაავრცელოს დიახ ერთხმად პასუხობენ წმინდა მამები და უამრავი მაგალითები მოყავთ პატერიკული მოთხრობები და ეს სავსებით შესაძლებელია აუცილებლობის და კეთილგონიერების შემთხვევაში მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ მოდით ახლა როგორც თავში კითხვა დავშვით გავცეთ პასუხი ამ კითხვას უნდა გქონდეს თუ არა შემდგომად აღსარებისაც როდესაც შენდობა მივიღეთ ღმერთისაგან მოძღვრის მიერ რომ ესე იგი ვეზიარო ესე იგი რომ გქონდეს კვლავ განცდა საკუთარი ცოდვების უდიდესი უმეტესობა როგორც კერძო საუბრებში დავისწრია ფიქრობ რომ ეს არ არის საჭირო მაგრამ მამები დასუსტებით ამბობენ ლაკონურად და ამოწურავად როგორც გითხარით ცოდვებს ყოველთვის უნდა ნანოდე განცდა საკუთარი ცოდვების რომ ცოდვილი ხარ უნდა გქონდეს მაგრამ კონკრეტულად არ უნდა გაიხსენო რა ჩაგიდენ აი განსაკუთრებით სიძვის ბრძოლები თუ შენ კონკრეტულად ტესტები აგიდგინო ის სურათი რა ჩაიდინე გულში როგორი ბრძოლები ქონდა რა ბილწი გულის თქმები ქონდა ბერბე როგორ შეცოდე როცა დიდი სინანული მოვიდა სულში თუ სხვა თუ შენ ამას ესთები კონკრეტულად გაიხსენო და მრავალგზის შეიძლება განხურვებაში ჩავარდე ამობენ წმინდა მამები და მიიქცე ისევ იმ ცოდვისკენ ანუ საზოგადოდ უნდა გქონდეს განცდა ცოდვიანობის მაგრამ კონკრეტულად ცოდვებს ჩადენილს თუ აღიარებულს არ უნდა იხსენებო ამის დასტურად სულს პატერიკული მოთხრობებიდან ერთი მათგანი გავიხსენე. კერძოდ იყო ერთ-ერთი თივსულიერი ეპისკოპოსი, რომელიც ყვებოდა თავის სიჭაბუკეზე. აი კერძოდ ის მოგვითხრობს. როდესაც ჯერ კიდევ წირმონოზონი ვიყავი და მოღვაწეობდი მონასტერში, მსახურობდი, გულითადი სურვილი შემიხდა გულში, რომ შინაგან უდაბნოში გავსულიყავი, რომელიმე ასკეტურად მოღვაწე მამა მენახა და მისგან რაიმე მასთან საუბრით და რჩევებით, მისი რჩევით სულიერი სარგებლობა მეიღო. ძალზედ ბევრი ვიარე, დღისით, ღამით მივდიოდი, დღე უდაბნოში პაპანაკებას სიცხის გადატანა მიწევდა ღამე ყინვის, ასევე შიმშილის, სხურვილის, დაღლის, მაგრამ იმდენად დაჟინებული იყო ჩემში ეს სურვილი, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიე ერთ ღრმა უდაბნოში, თუ შინაგანეს უდაბნოში, წყაროს თვალს, პატარა წყაროს თვალს, წყურვილი მოვიგავ, გვერდით იდგა პატარა ქოხი, იქვე ერთადერთი, ესე იგი, ქოქოსის პალმა, ჩრდილი ვიჩრდილე, წყალი ვიწდიე, მოვისვენე და მოდნელად, როცა გონს მოვეგე და მოვსულიერდი, გავიხედე და ვხედავ, რომ იქ შორი ახლოს დგას ერთი საზარელი იერის ადამიანი, რომელიც სულ ერთიანად თვით არის დაფარული, წვერი, თვით და ესე შემდეგ, ერთმანეთს შემძრაკიდეს ამ ყველაფერმა, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ბერი აღმოჩნდება, განდეგილი, მომიაკლობდა, ლოცულობდა რა დიდი ხნის განმავლობაში, ხელი მომკიდა და კითხა, ვინ ახარ? აქ რა გინდა? ყლავაც დევნა ქრისტიანობის, ეს იყო ესე იგი ადრეული შუა საუკუნე, როცა დევნა იყო სარწმუნოების. პასუხი გავეცი მოცემულ კითხვაზე, მეორე მხრივ, ჩემ თავად მე დავეკითხე, შენ კი ვინ ახარ? და აქ რა საკეთებ საგანდეგილოში? და აი მაშინ აქვითინდა, ატირდა ეს ადამიანი და დაიწყო თავისი ცხოვრების მოთხრობა. ადრე ერში მე ეპისკოპოსი ვიყავ, მაგრამ ჩვენი ეპარქია დევნილობაში მოექცა, შემიფხრეს. პირველ ყოვლისა მე იმიტომ ეპისკოპოსი იყო, წინამძღოლი იყო ეპარქიის, მრავალგზის, მრავალფერად ტანჯეს, ღვთის მადლით გადამქონდა ეს ტანჯვა, ეს დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და იძულებული გავხდი, რომ კერპებისთვის მსხვერპლი შემეწირა. დიდი შვილის კანონის მიხედვით, თუ კი ქრისტიანი ნებსით თუ უნებლიეთ შესწირავს კერპს სხვერპლს, ესე იგი სიკვდილამდე უზიარებელი უნდა იყოს. იმდენად მძიმე ცოდვა, ეს არის ტოლფასი ქრისტეს უარყოფისა. ასე განსაჯეთ საყვარელო, ნებსით კი არა, აი მუჩში ჩაუყრიდნენ მარცვალს, პურის მარცვალს მაგალითად.
მიიყვანდნენ კერპთან და რა კი არ სწირავდა, ხელს არ შლიდა, ცეცხლს შეუნთებდნენ და მუჭს დააჭერინებდნენ ცეცხლზე. თუ ტკივილების გამო და სიდანწვრისა გაშლიდა ხელს და მართლები დაიკრებოდა კერპთან, ჩაითვლებოდა რომ მამ ესე იგი კვერპს მსხვერპლი შესიქმნა. უსამართლობაა, რატომ მამაო? რატო ჩემო გეთილ არსებობს წეღანაც გაგვრით ვახსენე ნერსითი ცოდვებით და უნებლიეთით. ეს იყო უნებლიეთ ცოდვა, მაგრამ იმდენად მძიმეა კერპთაყვანისმლობა, ცოდვა კერპთაყვანისმლობისა, რომ ეკლესია უზიარებელს ყოფს სიკვდილამდე. არის კიდევ ერთი შემთხვევა. თქვათ ასეთი ადამიანი ჩავარდა აგონიაში, კვდება. იმ შემთხვევაში დიდი ჟულის კანონი უფლებას გვაძლევს ვაზიაროთ. მაგრამ თუ შემდგომად ზიარებისა მოსულიერდება და სასიცოცხლო ძალები დაუბრუნდება, კვლავ უზიარებელი გავხადოთ სიკვდილამდე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მძიმე ცოდვა ღვთის უარმყოფილობა და კერპთაყვანისმლობა აქედან გამომდინარე. რა დასამალია, დღევანდელი კაცობრიობის, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდია უდიდესი ნაწილი არიან კერპთაყვანისმლები. ერთნი ტრადიციული თავიანთი წარმართული რელიგიებით, მეორენი მათ შორის ევროპაში პირველ ყოვლისა გულისხმობდა დასავლეთში საზოგადოდ თავისი ცხოვრების სოლხედველობით და ასე შემდეგ არიან კერპთაყვანისმლები. საერთოდ ხედავთ როგორი მიგრაციები მიმდინარეობს, მიმოსვლები, გადასახლებები ქვეყნებიდან ქვეყნებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ აღმოსავლეთში და ერთმანეთს რა თქმა უნდა, ერთმანეთზე გავლენას ახდენენ ხარი-ხართან და აზდეს სიცვლის ამ ფერსა და ერთმანეთს ანიღებენ ზნეჩვეულებებს, ტრადიციებს, მათ შორის წარმართულს. მაგალითად, შული თუ გვიგრძალავს წარმართული ესე იგი ჩვეულებით ამა თუ ქვეწარმავლების ჭამას, ეს ყველაფერი დღეს დელიკატესად ითვლება, განსაკუთრებული მაღაზიებია, მდიდარი ხალხი მიმოვლენა მასშია და სხვადასხვა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე იყო, წამების ქვეშ და ტკივილებისა მან შესწირა მსხვერპლი კერპს. შემდეგ ჩავარდა დიდ სინანულში და თავი რომ დაესაჯა აღიარა რა პირველ ყოვლისა აღსარებაში თავისი ეს მძიმესი ცოდვა, რომელიც საჯაროს კი იყო ისედაც, კერძოდ მრავალი მისი სულიერი შვილი ხედავდა როგორ შესწირა ტანჯვის გამო კერპებს მსხვერპლი, ესე იგი წავიდა უდაბნოში, განმარტოვდა და დაიმარხა თავი მასშინა. მთელი 39 წელიწადი განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, ძეხორციელი არასდროს არ უნახავს. წყაროს წყალს იწდებდა, ბალახის ფესვებს საზრდოთ იღებდა. ოღონდ ესე კი არა, რომ დღეში რამდენჯერმე როგორ თქვენ და სხვა. არის მარხვა ერთდღიანი, როცა დღეში ერთხელ იღებენ. სამეულით მარხვა, სამ დღეში ერთხელ, 7-ეულით, 40-ეულით. და მაგალითად ჩვენ ვიცით წმინდა ეპისკოპოსი თეოდორე სიკეოტელი, რომელიც რკინის გალიაში ჯდებოდა ხოლმე ვარსადარ გასულიყო ამაოსაზე და 60 დღედაღამე უზმო იყო და მხოლოდ კვირას იღებდა წმინდა ზიარებას და სარღვნელს, რაც ეკუთვნის სირეოდენი სეპისკვერი და სარღვნელი, რომელიც უნდა დააყოლოს ზიარებას. ჩვენი მამა შიომღვიმელიც ამგვარად ასკეტურად მოღვაწე იყო. დავით გარეშელი და პავლეთებელი და ურიცხვი მაგალითები არის, რომელსაც ხორცსა შინა გაატარეს პრაქტიკულად ანგელოზური ცხოვრება, განვლეს ამ წმინდა მამებმა. შეიძლება ესე გულდაწყვეტა ჰქონდეს დღევანდელ ქრისტიანებს, დაკნინებულ ქრისტიანებს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიკითხოთ მათი ცხოვრებანი, იმიტომ რომ შეუძლებელია კეთილის ყოფილი გავლენა მათ ჩვენზე არ მოახდინონ. შეიძლება 7-ეულში ერთხელ არ იღებდნენ, მაგრამ როცა მართლობ გემოთ მოყარებით და ნაყროვანებით მაინც და უჯეროდ არ ჭამდე საზრდელს. და ზოგიერთები ბოლო დროს არ ვიცი რატომ მოხშირდა, მოდიან და მეკითხებიან, თევზი თუ შეიძლება ჭამა მარხვაში. და რატომ უნდა ჭამა თუ ეკლესია არ გაგიწესებს? თუ შეიძლება, მაშინ რატომ აწერია, ვთქვათ, აი მირკმა რომელიმე დღესასწაული დაემთხვა ოთხშაბათს და წერია, ხსნილია თევზი. თუ ისედაც ხსნილია, რაღაც საჭიროა, ესე იგი არ არის ხსნილი. საჭიროა მოთმინება. რა თქმა უნდა, თვითმიზანი მარხვა არ არის. ავადმყოფ ადამიანს უძლურს ან მოგზაურობის დროს შეიძლება კურთხევა მისცეს მოძღვარმა მიიღოს გზის ნაწარმიც კი, არათუ თევზი და ზოგიერთ შემთხვევებში სადაც შეუძლებელია სხვაგვარად საზრდოობა, ხორცეულიც კია. ესე იგი, ხორცი არც დააშორებს, არც მიახლოებს ადამიანს ღმერთთან, მაგრამ თუ ჩემი მოყვარსი ამით
დაბრკოლდება ომოციკული პავლიანო საუკუნოს არ დავაკარე პირსო ამ საზრდელს. გარდა მაგისა თავად უფალი გვასწავლეს არის ეშმაკთა შორის ისეთი ნათესავი ანუ სახეობა ეშმაკისა რომელიც ადამიანთან მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განმალს. მოკლედ მივუბრუნდეთ სათქმელს. მთელი 39 წელიწადის განმავლობაში ნანობდა ეს წმინდა მამა. რამოდენ ამ საუბრის შემდეგ იგი განშორდა სტუმარს, განმარტოვდა მცირეოდენ და კვლავ ლოცვას მიეცა. რამოდენიმე საათი იგი ლოცვაში იყო შთაფლული. აი ზოგიერთი ამბობს რომ ლოცვა წავიკითხო, კი არ უნდა წაიკითხო, უნდა ლოცულობდე. წერა კითხვა რომ ვიცით, ჩვენ ვიცით. საჭიროა გული, სული, მთელი არსება ჩადო. რადგან ლოცვად როცა დგები, მამები გვასწავლიან განწყობა შევიქმნათ ლოცვითი. ერთმანეთს ლოცვა არ უნდა დაიწყო, ხატებთან რომ დადგენ. ცოტა ხანი დადუნდე, გაჩვენდე და როცა სიმყუდროვეს იგრძნო სულში და წარმოიდგინო გონების თვალით რომ დგეხარ ღვთიური დიდების წინაშე. ეს შენ უნდა წარმოიდგინო თუ რომ ღმერთი იშურებს ყოველ ლოცვას, ფარისეველისასაც და მართლისასაც. ეს ჭირდება სწორედაც ლოცვისთვის. და როცა სიმყუდროვეს იგრძნო და შეუდგენქების მეტყველებას არ ძალიან ჩქარა. აჩქარებით როგორც მინდა მამები გვასწავლიან, რადგან გონებას ვერ მიაყოლებ და გონებას თუ ვერ მიაყოლებ, ასეთი ლოცვა სოდვად შეგერაცხება. როგორც ფსალმუშიც არის ნახვა, სოდვას. და არ ძალიან ზანტად, იმიტომ რომ სიზანტის გამო შეიძლება გონება აგებნებს და ხირიანად ვერ ილოცვა. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, რა არის ლოცვა? ლოცვა არის ღმერთთან საუბარი. ესე იგი, რა კი ღმერთთან არის საუბარი, ახლა წარმოიდგინე ვის წინაშე წარმომიხარ. აი რომ ესა შენ გონების თვალით ამას წარმოიდგენ, ყოველგვარი თავდაბლობით, თავდადრეკილი, ქედმოდრეკილი, შემოსული გულითა და სულით უნდა შეუდგე ესე ქების მეტყველებას. და თუ შენ ამგვარად შეძლებ ლოცვას, თავად გამოიტან იმ ლოცვიდანვე ნახობს, გადმოდის საოცარი სიმშვიდე, სიხარული, მოთმინება, ღვთისადმი მორჩილება, სიყვარული მოყვასის მიმართ და ესე შემდეგ. ანუ ლოცვა ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღია ქრისტიანის სულში. როდესაც ესე იგი ფსალმუნში ნათქვამი არის, ვინც ამცესნებს მთელი ტრედისანი აფრინდე და განვისვენო უდაბნოსა შინა, მამათა ნაწილი განმარტავს, რომ ეს ორი ფრთა, რომლითაც ადამიანი აფრინდება წუთისოფლის ამაოებიდან და მყუდრო უდაბნოში, ანუ უნებებობაში დაემკვიდრება, უნებებობას მოიპოვებს, არის ლოცვა და მარხვა. ესევე ამასთან ერთად საჭიროა სულის სხვა სათქმელის პირობისა განმარტოება. როგორც უფალმაც გვასწავლა, შეიძლება ფიზიკურად ვერ გახვიდე უდაბნოში თუ მონასტერში, მაგრამ ცხოვრებაგან შეიძლება, როდესაც ლოცვა დგები, გვასწავლის თავად მასხვა. შევეც საუნჯესა შენსა და დახშკარი შენი. აი ერში ხარ, ერის კაცებში. საუნჯი არის გული. შედი შენ გულში, კარი დახშე ნიშნავს ნებებისაგან განთავისუფლება. და ამგვარად და ასე და ამგვარად ილოცე შენი შემოქმედი ღმერთის მიმართ. ესე იგი, ამის შემდეგ, როგორც თქვით, განმარტოვდა ეს განდეგილი სტუმრისგან, რამოდენიმე საათის განმავლობაში გულმხურვალედ ლოცულობდა და როცა დაბრუნდა უკან და შეხედა სტუმარმა, შეეშინდა. სახე ჰქონდა საერთოდ შეშლილი, ესე იგი, შეცვლილი. მოგეშინია, მოკიდა ხელი განდეგილმა. სტუმარბებს. ღმერთმა როგორც ჩანს, გამოგაგზავნა იმისთვის, რათა ჩემი სხეული დაგასავლა. აი ახლა ხას მამსო უფალმა, რომ შემინდო ის ლოცვა, რომელიც 39 წლის წინ ჩავიდინე და დასწორեց. მომცა, რომ სულით გავიდე ხორცთაგან და წუთისოფლიდან. სხვა თუ არა ეს, უსულოდ დაეცა განდეგილი. და სტუმრად მოსულმაც აღასრულა ღვთის ლოცვა კურთხება. მიაბარა მიწას. ძალაუნებურად მოგაგონდება მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებიდან. დერიზოსი ვერ გაუგზავნა და ესე იგი 1 წლის მერე დაიბარა და უკვე აღსრულებული იყო ნაზიარები 1 წლით ადრე. საერთოდ ესეც უნდა ვიცოდეთ, თქვა წმინდა ისაკასური გვასწავლის, რომ ბევრი კითხულობს როგორ ეზიარებოდნენ განდეგილები. ანგელოზები არიან, პირდაპირ გაგებით. და ამის არაერთი დასტურია პატერიკულ მოთხრობებში. 1 წლის შემდეგ ზოსიმე როცა დაიბარა, იქ სადაც პირველად შეხვდა, დამშრალ წყაროს თვალთან, ის უკვე გარდაცვლილი იყო. და
სახეზე შუბლზე ეწერა, სახელიც კი არ უთხრა, ვინ იყო. და ადგილსაც მიუთითებდა სატუნა დაეგზავნა. მაგრამ იპოვა რაღაც ხის ნატეხი ტოტის, მაგრამ იმდენად გამშრალი იყო უდაბნოს ქვიშა, რომ ვერ გათხარა მიწა და დაღონდა, რომ კურთხევას ვერ შეასრულებდა ამ წმინდა დედის, ღმერთ შემოსილი დედის და აი ღმერთმა და ღმერთს ღვთისადმი აღარყო ზოსიანი თვალები და ლოცვა აყო, რომ შესწრეოდა უფალ. ლომს უბრძანა უდაბნოში უფალმა ღმერთმა, მოიყვანა და ერთად გათხარეს სამარე. ძალიან დამოფიქრებელი მაგალითები არის. ისე რომ ჩემო საყვარელო, ეს ერთი მაგალითი საკმარისია, ვიუხდეთ, რომ აუცილებელი არის გასტანკოდეს საკუთარი ცხოვრების. პირდაპირ ლოცვა თუ ნაქონდეს ფსალმონის ეს სიტყვები, როცა მესიის მამა დავითი წარმოსთავს ერთ-ერთ ფსალმში, მათ ვარდა არაკაც. როდესაც დაინახა იგრძნო თვითმაყოფილებაში ხარ. ეხლა ერთ მაგალითს მოვიყვან, შეიძლება ცოტა უჩვეულო გადახვევა იყოს და ზოგიერთისთვის დაუჯერებელიც კი. გარკვეული სულიერი ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს პატრიარქთან. მრავალი წლის წინათ. აი ვთქვათ, დიდობიდან გადამიყვანეს. ეხლა მომიყოლია გავითარებაში, როგორ მოხდა გორში, გორიდან მერე ესე დამაბრუნა. ამ ეკლესიას ეძახდნენ მაშინ წამხდარი მღვდლები შტრაფნიკების ეკლესიას, ანუ ძალიან უნდა დაესაჯა აქ აგზავნიდა მღვდელს. ესა თუ ის პატრიარქი ვინც იყო და იმეც დაჟილებში, შტრაფნიკებში გავდივარ, მოკლედ რო გითხრა და სადაც ეგალი დათესეს, როგორც ხედავთ, იქ გვარდია აღმოცენდა. მრავალი სხვა ტაძარიც აიგო, მრევლით აივსო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ღვთის მადლით, რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ გარეშე ღვთის არც ერთი რაიც ალბათ როგორც მაცხოვრარი გვასწავლის. ნუ მოკლედ ამ შენდობის ნიშნად, თუ არ ვიცი, ალბათ უფრო ეს ვირზენი და სხვა, როდესაც უკან დაბაბრუნა გორიდან პატრიარქმა, მალევე არჩილობას ანგელოზის დღეს დამაჯილდოვა დეკანოზობით და ოქროს ჯვრით, ჯილდოა ასეთი. ძალიან გამეხარდა, ოღონდ არ ვიცი რა პატრიარქთა ერთგვარი შერიგება, მისი კეთილგანწყობა თუ თავად დეკანოზობა პატიმოყარეობიდან გამომდინარე და ოქროს ჯვარი და აი მეორე დღეს გამოაგზავნა პატარა ბავშვი უფალმა და ასეთი რამ მითხრა. მამა არჩილს მოხარიაო. მაშინაც კი როცა სიხარული აქვს, სინანული უნდა გქონდეს. და მე ესე იგი ჩამეჭედა მეხსიერებაში ეს სიტყვები. და მას მერე ვცდილობ, როცა სიხარულს ვიბრძნო, გავიხსენო ჩემი ცოდვები და განცდა მოვეპოვო ამ ცოდვებისა. დღესინდელს ამას დღეს ახსენება ივერიის უძველესი ეკლესიის ერთ-ერთი დიდი წმინდანის, წმინდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელისა. ამიტომ აქედან გამომდინარე არ შეგვიძლია ორიოდე სიტყვით არ მოვიგო, რომ გავიხსენო თქვენთან ერთად მისი ღვაწლი. თქვენ იცით, რომ მე-7 საუკუნიდან საქართველოში არაბობა დაიწყო. უმძიმესი პერიოდი ჩვენი ერისა და ქვეყნის ცხოვრებაში. და ესე იგი ამირამ უმელმა გამოგზავნა აჰმედი თავისი თავარ სარდალი სხვა მხედართმთავრებთან ერთად და კალიასავით ურიცხვი მხედრობა გამოაყოლა, რომელთაც ჯერ ლიახვის ხეობა მოარბიეს, გაძარცვეს, ააწიოკეს, მრავალი დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობიდან და სხვა ულმობლად. და მერმე და მერმე, ესე იგი აჰმედის ბრძანებით გამოგზავნა ორი მხედართმთავარი და მათ შორის ერთი მათგანი იყო ომარი, ეს არის საერო სახელი მღვდელმოწამე ნეოფიტესი, წარმოგზავნა მცხეთისკენ, მცხეთის ასაოხრებლად და მათ დაიბანაკეს ციხედითა, მცხეთასთან ახლოს არის. წარმოშობით იყო სპარსი ნეოფიტე. საერთოდ ჩვენ ეკლესიაში არაერთი არაქართველი წმინდანი არის, რომ ქრისტეში ეს არ გაირჩევა. ელინი და სკვითი, როგორც პავლე მოციქულიც ამბობს. მოკლედ, როდესაც ციხედეთში დაიბანაკეს, ვინც დამყოფი ხართ, თქვენ იცით, რომ პირდაპირ გადახურებს შიომღვიმეს. როცა შეხედეს და ნახეს, რომ რაღაცები გამოქვაბულებია უამრავი გამოკვეთილი კლდეში, ვერაფერს მიხვდნენ, დაიბარეს ტყვე ქართველები, რომლებიც იქ ახლდა მათ და კითხეს თუ რა იყო ის, რაც შანდა მოშორებით. მათ უთხრეს, რომ ეს ჩვენი დიდი წმინდა მამის, ღმერთშემოსილი შიომღვიმელის სავანი არის. და მაშინაც
ბერმონოსნები მოღვაწეობენ ანგელოზური ცხოვრებით. მოკლებული ყოველგვარ მიწიერ სიხარულს ერთი მხოლოდ ღმერთს ემსახურებიან. სავსეთ განსვიფრდნენ მუსლიმები. და იმაში გადაწყვიტეს, რომ არ დარბევა ამ სავანისა, სოდვა იქნებაო ამირას წინაშე. მაგრამ მაინც ამირას შეუთვალეს და ნებართვას პოვეს შესახებ ამისა. ამირამ რომ ეს გაიგო, შეკრთა და უბრძანა, რომ ხელი არ ეხლოთ არავისთვის. პირიქით, დიდძალის შენაწირი გაუგზავნა და წმინდა შიოს საფლავზე საკმეველი და ნელსაცხებლები გაატანა. როდესაც ესე იგი მიუახლოვდნენ მონასტერს, ვიდრე შევიდოდნენ მაშინან, ესე იგი ნეოფიტეს ჰქონდა გამოცხადება თეოფანია და რას ხედავს? რომ მთელი ჰაერი ავსებულია უსხეულო ძალებით, რომ თავად უწოდებდა ზეციური მხედრობით. მიმოჰფრენენ, მათ შუაში დგას რომელიღაც ღრმად მოხუცებული ადამიანი, გრძელი წვერითა და თმით, ჭაღარა თმით. და გულისხმა ხო, რომ ეს იყო ისში, რომელიც ახსენეს, რომელსაც ანგელოზები ემსახურებოდნენ და თავად შიო იცავდა მონასტერს. ხოლო მონასტერზე მონასტრები იყვნენ და ისეთი თავმდაბლობა და კეთილმოგრძალება განჭვრიტა ესე იგი ომარმა მათში, რომ კეთილად განეწყო მათ მიმართ. ეს მისთვის სულიად უცხო რამე იყო. ამიტომ თავადაც მოგრძალებით შევიდა სავანეში, მანამდე კაცი გააგზავნა და შეუთვალა, რომ არ აპირებს მათ დარბევას, პირიქით დიდძალი შენაწირითა და საბოძვარით მოდის მონასტერში. ბოლოს თავადაც შევიდა ამ გამოცხადების შემდგომ, გადასცა ეს ყველაფერი და უამბო ბერეს თავისი გამოცხადების შესახებ და უთხრა, როგორც კი დროს მოიხელთებ და ავტოებ საერო ცხოვრებას, მოვალ მონასტერში, მოვინათლები თქვენი ღმერთის სახელზე, მეც მონოზონი გავხდები და თქვენთან ერთად დავეშურები ღვთისმსახურებას. მართლაც ესე იგი როგორც კი მოითავა ერში საქმეები, რადგან ისიც ამირას მორჩილებაში იყო და აჰმადისა მისი ხედავთავრისა, მაშინვე მიატოვა ეს ყველა. რა მიატოვა? სავსეთ დიდარი ადამიანი იყო. ნაალაფები ჰქონდა უამრავი შეძენილი სხვა დარბევებით და ლაშქრობებით. ქონება, დიდება, სასახლე, ცოლი, შვილი, ყველაფერი თანამდებობა, პატივი ამ სოფლიური დატოვა და მოინათლა შიომღვიმის მონასტერში, აღიქვეცა ბერად და მალე წარემატა სულიერ ცხოვრებაში იქაურ ბერებს, რომლებიც ზოგიერთი 10 წელი იბრძოდნენ უკვე მონასტერში. ისეთ სულიერ წარმატებებს მიაღწია, რომ ღვთისნებითა და განგებულებით ხელი დაესხა ეპისკოპოსად, კერძოდ ურბნისის ეპარქიაში იქნა დადგენილი. გასაოცარი თავდადება აჩვენა მთავრობაშიაც. როგორც სიტყვია ხოლმე ფრთებით იყო გადაფარებული მარაბობის დროს თავის ეპარქიას და ყველანაირად იცავდა, სულიერად აძლიერებდა, გლახაკებს შეეძლებოდა, ხრიბ ოპლებს, დაცემულს წამოაყენებდა და ასე შემდეგ. ეს ვერ დაითმინეს მუსლიმებმა, უბრალოდ მუსლიმები წარმართები იყვნენ, ესე იგი იქ ადგილობრივი ცერტთაყვანის სემლები, სპარსულთაებას სემლები, რომელიც ესე იგი წყლით ჩააქრო და ქადაგების დროს და უთხრა, აი ეს არის თქვენი ღმერთი, რომელსაც წყლის ეშინია და წყალი უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი ღმერთი. და ერთ-ერთი გადმოცემა მართლმადიოს მოარულია ეკლესიაში, რომ დააშარდა. მეტისმეტად რომ დაემცირებინა მათი ღმერთი. აი სულ ეს არისო თქვენი ღმერთი. ეს არ არის კანონიკური გადმოცემა, ამას მაინც არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, ცეცხლით დაშრიტა წყლით და ესე იგი დაარბია მათი ბომონები, დაამსხვრია და ქადაგებდა მართლმადიდებლობას. ამიტომ როდესაც გულში შეიქმნენ მერმე ერთმანეთში წარმართები, რომ სიკვდილი ეწამებინა და მოეკლათ იგი. როდესაც ერთხელაც მოიხელთეს, რომ ლოცვისთვის იყო სენაკში განმარტოებული, გამოათრიეს სენაკიდან წმინდა ნეოფიტე, გვემეს წიმეთ და შემდეგ ესე იგი სიკვდილი დასაჯეს. მათ იცოდნენ, რომ სტეფანე პირველ მოწამე ძალზედ უყვარდა წმინდა ნეოფიტეს და ნატრობდა, რომ ღმერთს ღირსი გაეხატა, მასავით ქვით ჩაეკოლათ ქრისტესთვის და საგანგებოდ ქვით ჩაქოლეს, განტვინეს ძველ ქართულად რომ ვთქვათ წმინდა ნეოფიტე. ასე და ამგვარად აღესრულა იგი მოწამეობით. სურს
ჩვენ სამღვდელოებასთან ერთად, თქვენთან ერთად წმინდა მღვდელმოწამე ნეოფიტეს აღვვლინო სადღესასწაულო-სავედრებელი პარაკლისი. მინდა ესე შეგახსენოთ, რომ მოწამეები წმინდა მამათა სწავლებით უწინარეს ყოველფასა შევლენას ეცნულ სამღვდელოში, რომელსა ღმერთსა მრავალმოწყალესა შვენის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაგვანისება თანა მამით და სული წმინდა აზდა მარადისთა უკუნით ისამდე. ამენ.